Dr. Kasani, thank you very much for ბატონო ჯონ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გითხარით, როგორ დაიწყო Voyager-ის პროგრამა? ამ იდეის განხორციელებას დაახლოებით 5 წელი დასჭირდა. ჩვენი მთავარი მისია კოსმოსის ინტერპლანეტარული ათვისებისთვის ხომალდების აშენება იყო. ღრმა კოსმოსში გასაშვები ხომალდის აშენება პირველად 60-იანების დასაწყისში გადავწყვიტეთ. მაშინ ტექნოლოგია საკმარისად არ იყო განვითარებული და ჩვენ არ ვიცოდით როგორ უნდა შეგვექმნა ასეთი ხომალდი. სწორედ ამ პერიოდში გაკეთდა აღმოჩენა, რომ არსებობდა ხომალდის გაშვების ტრაექტორია, რომელიც ერთი პლანეტის გრავიტაციის გამოყენებით ხომალდს მეორე პლანეტამდე მისვლის საშუალებას მისცემდა. და თქვენ ამ ფანჯრის გამოყენებას სცადეთ. დიახ, ეს შესაძლებლობა 1977 წელს გაჩნდა. ამის შემდეგ პლანეტების იგივე განლაგება მხოლოდ 186 წლის შემდეგ განმეორდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ხომალდის 40 წლის წინ გაშვება. საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც Voyager-ის 40 წლის თავი აღნიშნა. და ამისთვის კარგი მიზეზიც ჰქონდა. თქვენ კი საზეიმო ღონისძიებისთვის საქართველოში ჩახვედით და საპატიო სტუმარიც იყავით. გითხარით ამ ვიზიტზე. 2-3 წლის წინ NASA-ს პიერმა დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოსდან ვიღაცა მეძებდა და ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა. ეს რამაზ ბლუაშვილი იყო, რომელსაც დარწმუნებული ვარ თქვენც იცნობთ. მე რამას მაშინ არ ვიცნობდი. მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა რატომ უნდათ ჩემთან საუბარი. რომ შევხვდით, აღმოჩნდა, რომ Voyager-ი აინტერესებდათ. დავსხედით, დავილაპარაკეთ და დავიშალეთ. მე ამ ინტერვიუს შესახებ დამავიწყდა კიდეც, მაგრამ 2 წლის შემდეგ Voyager-ის 40 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოსდან მოწვევა მივიღე. მანამდე საქართველოზე ბევრი არ ვიცოდი, არც მის არაჩვეულებრივ ისტორიას ვიცნობდი. ბევრი რამ გავიგე და ძალიან მოვიხიბლე. გავიგეთ ამადობაზეც ბევრი რამ გისწავლიათ. Yes, I did. and supras. Yeah. არაჩვეულებრივი ტრადიცია. 2 კვირა ვიყავით იქ. არაჩვეულებრივი ხალხია, საოცრად მეგობრული. ჭამოუყვართ, კარგ ღვინოს აყენებენ და კარგ საჭმელთან კარგ ღვინოს სვამენ. ასეთ კონტექსტში თავს სახლში ვგრძნობდი. Voyager-ებზე გითხარით. სად არიან ახლა ისინი? დედამიწიდან მათ ვინმე მართავს? კი, ვუთხარით სად წასულიყვნენ. მას შემდეგ რაც კოსმოსურ ხომალდს მიმართულებას მისცემდა კონკრეტულ ტრაექტორიაზე დააყენებ, ის მიმართულებას აღარ იცვლის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხომალდი ძრავას ჩართავს და ტრაექტორიას თვითონ იცვლის. ორივე Voyager-ის ტრაექტორია ბოლოს 1989 წელს გავასწორეთ და მას შემდეგ ისინი უცვლელი მიმართულებით მიდიან. ამ მიმართულებით სვლას ისინი მილიარდობით წელს გააგრძელებენ და იმისი ალბათობა, რომ ისინი რამეს დაეჯახონ, თითქმის არ არსებობს. ასე რომ მილიარდობით წელი Voyager-ები ვარსკვლავებს შორის იფრენენ. თან ექნებათ ოქროს დისკი და ზედჩაწერილი ჩაკრულო. 5 მილიარდ წელიწადში კი ჩვენი მზე წითელ გიგანტად იქცევა და მზის სისტემაში ყველა პლანეტას დაწვავს, მათ შორის დედამიწასაც. ამის შემდეგ კაცობრიობის კვალი გაქრება, მაგრამ დარჩება 2 Voyager-ი და ჩაკრულო, ანუ საქართველოც სამუდამოდ იარსებებს. კოსმოსი წარმოუდგენლად დიდია. თქვენ როგორც ასტროფიზიკოსი, როგორ ახსნიდით მის ზომას? ჩვენი მზე ვარსკვლავია, საკმაოდ ჩვეულებრივი ვარსკვლავი, რომელსაც 8 პლანეტა, ასტეროიდები და მინი პლანეტები არტყია გარს. მანძილი, რომელიც Voyager-ებმა მზის იქით გაიარეს, 120 ასტრონომიული ერთეულია. კოსმოსში მანძილს ამ ერთეულით ვზომავთ. ერთი ასტრონომიული ერთეული დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრია. Voyager-ებმა იუპიტერს უკვე ჩაუარეს გვერდით. ეს 5 ასტრონომიული ერთეულია. ახლა წარმოიდგინეთ, 40 წელიწადში მხოლოდ 120 ასტრონომიული ერთეული გვაქვს გავლილი. მზიდან უახლოეს ვარსკვლავამდე 4,3 სინათლის წელია. Voyager-ის სიჩქარე წამში 15 კილომეტრია. ამ სიჩქარით 120 ასტრონომიული ერთეულის გასავლელად 40 წელი დაგვჭირდა. უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად Voyager-ებს 40,000 წელი დასჭირდებათ. როცა Voyager-ები იმ ვარსკვლავთან მივლენ, ვარსკვლავი აღარ იარსებებს. Voyager-ები კი გზას გააგრძელებენ. ჩვენი მზე, ისევე როგორც ყველა სხვა ვარსკვლავი, galaktikაში მდებარეობს. ეს ვარსკვლავების ჯგუფია, რომლებსაც ერთად ბრტყელი მომრგვალო ფორმა აქვს. ზოგიერთი ადგილიდან ღამით შეგვიძლია ჩვენი galaktikis ნაწილის დანახვა, ირმის ნახტომს რომ ვეძახით. მხოლოდ ჩვენს galaktikაში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია, თითქმის წარმოუდგენელი რიცხვია. 60-70 წლის წინ გვეგონა, რომ მხოლოდ ერთი galaktika არსებობდა. ახლა ვიცით, რომ 100 მილიარდზე მეტი galaktika არსებობს. რამდენ ვარსკვლავზე ვლაპარაკობთ? კოსმოსში იმაზე მეტი ვარსკვლავია, ვიდრე მთელს დედამიწაზე ქვიშის მარცვალი. აბა დაფიქრდით ამაზე. უთვალავი ამას თუ არ ნიშნავს, სხვა რა არის არ ვიცი. თქვენი აზრით, სიცოცხლე სხვაგან არსებობს? რომ დავფიქრდეთ ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც დედამიწაზე ქვიშის მარცვლების რაოდენობაზე მეტი ვარსკვლავების რაოდენობა შეიძლება იძლეოდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს. სადღაც კოსმოსში ამ წუთას ჩვენსავით 2 ადამიანი სტუდიაში კამერების წინ ზის და ერთმანეთს ესაუბრება. და ძალიან სწრაფად. ღმერთის გჯერათ? დიახ, ჯერა. Yes, I do.
ყველაფერი რაღაცით იწყება. ვსაუბრობთ დიდი აფეთქების თეორიაზე, სიცოცხლე რაღაცამ დაიწყო, თუმცა დღემდე არ არის სამეცნიერო ახსნა, რომელიც სიცოცხლის დაწყებას ახსნიდა. ყველა ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სამყაროს ხილვადი ნაწილია და ის სამყაროს მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. 5%. კიდევ 15-20% ბნელი მატერიაა, რომელზეც არაფერი ვიცით და დანარჩენი კი ბნელი ენერგიაა. ფიზიკოსები, მეცნიერები ამას ვერ ხსნიან. საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი? რატომ ამ ფორმით? როდის? არაფრისგან? მე არ ვიცი არაფერი ისეთი, რაც არაფრისგან დაიწყო. ასე რომ დიახ, ღმერთის მწამს. ამ ყველაფერში სადღაც ღმერთის ხელი ურევია, თუმცა ღმერთი რელიგიაში არ უნდა ავურიოთ. ყველა თავისებურად აღიქვამს და ეთაყვანება ღმერთს. სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს ღმერთის გწამს თუ არა. ერთი რასაც აქვს მნიშვნელობა ის არის, რომ მთელი ცხოვრება ღირსეულად იცოცხლო, ისე თითქოს არსებობს ღმერთი. ეს ასე რომ იყოს ყველას არაჩვეულებრივი ცხოვრება გვექნება.